გამარჯობა შემოკარგებო, მოდი ვნახოთ. შევიდებით თუ არა თქვენი პიროვნება. ჩაიფიქრეთ, ის ჩაიფიქრეთ თქვენი თავი და ვნახოთ. შევიდებით თუ არა თქვენი პიროვნება. შევიდებით. მოცემული ბარათებიდან ასეთ რამეს ვიტყოდი, რომ მზის ფაქტორიდან გამომდინარე შერიგების პოტენციალი თქვენ შორის რეალურია. სურვილის, სინათლის, სიმართლის და გახსნილობისკენ ორივეს გაგაჩნია და ორივე მხარეს არსებობს. იეროფანტი, ცხრიანი პენტაკლები და სამიანი ხმლები მეუბნება, რომ მიგვითებს ეს ყველაფერი ქორწინებაზე, ტრადიციებზე და პასუხისმგებლობაზე. კავშირი ბოლომდე დახურული არ არის თქვენ შორის და ცხრიანი პენტაკლები აჩვენებს პირად სივრცეს და დამოუკიდებლობას ერთ-ერთმა თქვენ ორივემ, ასე ვთქვათ, მოითხოვა დრო საკუთარი საზღვრების აღსადგენად. სამიანი ხმლები კი ამბობს, რომ ტკივილი და წყელა ჯერ ბოლომდე არ არის გადამუშავებული, აქ სავარაუდოდ ღალატთან გვაქვს საქმე. აი ესეთი ამბავი აქვს. მოკლედ, შერიგება შესაძლებელია და მოსალოდნელია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ძველი ტკივილი გულწრფელად დამუშავდება ორივეს მხრიდან. ანუ წინამძღოლ შემთხვევაში დისტანცია დროებით შენარჩუნდება თქვენ შორის. საერთო ჯამში კი რა თქმა უნდა მოსალოდნელია შერიგება, რადგან ეს არის ფაქტობრივად განვიხილავ მე ოჯახობრივ კავშირზე, სადაც ქმარი და ოჯახიანი ბავშვი და ასე შემდეგ, სადაც მოხდა ასე ვთქვათ შესაძლებელია რაღაც პატარა გადახრიდან გამომდინარე ღალატი და სიამაყის გამო ასე თქვა და თავისი ეს თავმოყარების გამო ქალმა დისტანცია დაიჭირა თავის მეუღლესთან. აი რაღაცა ესეთი ფაქტორი აქვს. მოკლედ ოფიციალურ ურთიერთობაზეა საუბარი, სადაც დაშორებაა დღესდღეობით. შერიგება მოსალოდნელია ჩემო ძვირფასებო, დაგემშვიდობებით. კიდე რამდენი დავამატოთ, თუ თქვენზე რეზონირებს და უფრო დეტალურად გაინტერესებთ თუ რა გელოდებათ მომავალში, ხო, კონკრეტულ შემთხვევაში. მომმართეთ პირადი გაშლისთვის ნომერზე, WhatsApp-ზე და Viber-ზე 55004 მომწერეთ ჩემო ძვირფასებო. მშვიდობიან დღეებს და ასე ვთქვათ, პერიოდს გისურვებთ მომავალში. კარგად იყავით.